მაგარია პატრიკი ჩვენ სკოლაში რომ სწავლობს. ხო, ძალიან მაგარია, მაგრამ ცუდია რომ დიანა მისი დაა და დედამისი ბოროტი. გამარჯობა მეგობრებო. პატრიკ, გამარჯობა. მოდი აქ. რა თქმა უნდა. პატრიკ, ხომ გითხარი რომ მე-10 ჯისთან არ უნდა იმეგობრო მეთქი? გითხარით დეი და კლოუი. პატრიკი არ უნდა იყოს ამათი მეგობარი, მე-10 ჯის ბავშვების მეგობარი, იმიტომ რომ ისინი ცუდი ბანდა არიან, გაიგეთ? რა? ვინ არის ცუდი ბანდა? სხვათა შორის ჩვენ მაგრები ვართ და პატრიკი ჩვენი მეგობარია. პატრიკ, ბოლოჯერ გეუბნები, მე-10 ჯისთან არ იმეგობრებ, იმიტომ რომ შენ კარგი ბიჭი ხარ. თან მიჯერებ ხოლმე და ესენი ცუდ რაღაცეებს გასწავლიან. კარგი. მართალია დეი და კლოუი, მე ხო მაშინვე გითხარით რომ პატრიკმა არანაირი სახის კომუნიკაცია არ უნდა დაამყაროს ამ ცუდ ბანდასთან. ხო, მართალია, გასაგებია პატრიკ? კი, დედა, გასაგებია. მიდი აიღე დიანას ხელი და კლასებში წადით. მორჩა, აღარ ვართ პატრიკის მეგობრები. ხო, წავედით კლასში. მე-10 არც კი ეცადოთ პატრიკისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ჩვენ შენი პატრიკი აღარც გვჭირდება. ხო, ნება მიეცი დიანას მოუაროს. ხო. დიანა, რატომ უთხარი დედა ჩემს ყველაფერი? პატრიკ, იმიტომ რომ ისინი ცუდები არიან და შენზე ცუდ გავლენას მოახდენენ. აჰა, ახლა კი ჩემს და ცინვას დაიწყებენ. პატრიკ, დამშვიდი, არავინ არ დაგცინებს. ახლა მე კლასში შევალ და შენ შედი და ისწავლე. კარგი. დაო. გამარჯობათ ბავშვებო. გამარჯობა. სკოლაში ისევ ამ პატრიკთან ერთად მოხვედი? დავიღალი ამ პატრიკით და მისი ბანდით. ბავშვებო, კარგით რა, სხვათა შორის დეი და კლოუი აღარ აძლევს პატრიკს უფლებას, რომ მე-10 ჯისთან იმეგობროს. ვაუ, მაგარია. დიანა, გითხარი რა მოხდა? ბავშვებო, დამშვიდით, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. დეი და კლოუი მოვიდა სკოლაში და ცუდ ბანდას და პატრიკს უთხრა, რომ პატრიკი მე-10 ჯისთან ვეღარ იმეგობრებს. ხო, იმედია ეს პატრიკსაც დაეხმარება და აღარ იქნება მათი მეგობარი. ო, პატრიკ, რა იყო, დედა შენს უჯერებ? რატომ აღარ გველაპარაკები? ვერ ხედავთ, ის დაკავებულია, მათემატიკოსი. ხო, პატრიკ, დედა შენმა გითხრა რომ ცუდები ვარ? მარტო დამტოვეთ. მე უკვე აღარ ვარ თქვენი მეგობარი. ხო, პატრიკ, ყველაფერი გასაგებია, ახლა ადექი ჩემი სკამიდან. იქ დავჭდები, სადაც მინდა. არა, პატრიკ, ეს ადგილი ჩემია. პატრიკ, მე შენს ადგილას ასეთი თავხედი არ ვიქნებოდი. უკვე დავიღალე შენით. ასე უკეთესია. დიანა, არ შეეხო, თორემ დედა მის ეტყვის. ან დიანას. ჯობდა ამ სკოლაში საერთოდ არ მოვსულიყავ. კი, მართალი ხარ, პატრიკ. პატრიკ, სხვა ტანსაცმელი გააქვს თუ მხოლოდ ამ ერთი საღამოით უნდა იარო სკოლაში. არ შეგიძლიათ რომ უბრალოდ მარტო დამტოვოთ. პატრიკ. პატრიკ, მოდი ხარ? შემეშვით. დიანა. პატრიკ, რა გინდა? კაფეტერიაში მივდივარ. დიანა, მოდი ხარ? იჩქარე, თორემ მე-10 ყველაზე გემრიელ რაღაცეებს აიღებს. გოგოებო, მოვდივარ, პანაკოტა და კაკაო ამიღეთ. კარგი, პატრიკ, მითხარი რა ხდება? დიანა, მე შენი დახმარება მჭირდება. პატრიკ, რა დახმარება? ჯერ კაფეტერიაში წავალ და მერე მითხარი რა გინდა. არა, დიანა, გვიანი იქნება. კარგი, პატრიკ, მითხარი როგორ დაგეხმარო? დიანა, გახსოვს შენ პირდი, მაგარს გამხდიდი. კი, მახსოვს, მაგრამ რისთვის? შენ ხო მე-10 ჯისთან მეგობრობ და ისინი ხო მაგრები არიან? ესე იგი შენც მაგარი ხარ. ისინი ჩემი მეგობრები აღარ არიან, დამცინიან. პატრიკ, და მე როგორ დაგეხმარო? გინდა რომ მე-10 ჯისთან მივიდე და ვუთხრა რომ აღარ შეგაწუხონ? არა, მინდა რომ მაგარი ვიყო, მინდა ჩემი ეშინოდეთ. მართლა, პატრიკ, გესმის რომ ეგეთი ადვილი არ არის? დიანა, წინააღმდეგ შემთხვევაში დედა ჩემს შენს მეგობრებზე ვეტყვი. კარგი, პატრიკ. დიანა, რა ხდება? კაფეტერიაშიც ვერ შევედით, რომ უკვე გვწერ? ხო, მე-10 ჯი შეჭამს ყველაზე გემრიელ საჭმელებს. დიანა, რა მოხდა? დიანა, პატრიკს სერიოზულად დაველაპარაკო? არა, ბავშვებო, არავის არ უნდა დაელაპარაკოთ. უბრალოდ მნიშვნელოვანი საქმეა. წავედით. რა? ნასტია, გაიგე? კლასში წავედით. ესე იგი, ბავშვებო, თქვენი დახმარება მჭირდება. უნდა დამეხმაროთ, რომ პატრიკი გადავაქციოთ მაგარ ბიჭად. დიანა, დედამისი რა სიტყვის? თუ დეი და კლოუი გაიგებს, მოგკლავს აუცილებლად. აჰა, ასევე პატრიკიც. არაფერი არ მოხდება, არ მეშინია დედაჩემს, მინდა რომ მაგარი ვიყო.
მისმინეთ ბავშვებო, პატრიკს უნდა დავეხმაროთ, თორემ დედამისს ეტყვის, რომ თქვენ მის სახლში მსტუმრობდით. დიანა, დარწმუნებული ხარ, რომ კარგი აზრია? დიანა, მე ამას არ გირჩევდი. დიანა, არ გარისკო, მე შეიძლება ინანო. ბავშვებო, თქვენ არ გესმით. პატრიკი უნდა გადავაქციოთ მაგარ ბიჭად, რომ მეათეჯის ვაჩვენოთ და აღარ დასცინონ. ხო, და მათ ჩემი შეეშინდებათ. ო, პატრიკ, დაწნარდი. მე ვფიქრობ, რომ უნდა გადავაქციოთ პატრიკი მაგარ ბიჭად. ხო, მოდი ეს გავაკეთოთ. ჯერ მისი ვარცხნილობა უნდა შევცვალოთ. კი, აუცილებლად. კარგი, მე მოვიტანთ მის კრემს. კიდე რისი დამატება შეგვიძლია? ტატუ, პირსინგი, ყავის ქუთუკი და ჰუდი. კი, და სვიტრიც. მიდით, რასელოდებით, გააკეთეთ, ტატუს გავუკეთეთ. მე პირსინგს და მე ტყავის ქურთუკს ვითხოვ მე-11 კლასელებიდან. დიანა, აი, მიდი გავუკეთე ვარცხნილობა, იჩქარე. კარგი, მომეცი? გოგოებო, ძალიან მაგარი თქმა მჭირდება. პატრიკ, არი ნერვიულო, მაგარი იქნება. ზევით. მოიცადე, თმა უნდა გაიზარდოს და მე იქნება ძალიან მაგარი. მართალია, ზედმეტად მოკლეა. დიანა, აი ეს ვიპოვე. ყოჩაღ ჯიჯი, ჩვენც მალე ვარცხნილობას მოვჩებით. ტატუები, პირსინგი, ძალიან მაგარი ვიქნები. პატრიკ, ნუ მოძრაობ. ყველაზე მაგარი ტყავის ქურთუკი, ბიჭის გასახლდაში ვიპოვე მე-11 B კლასიდან. ყოჩაღ არტემ, მოდი აი აქ მოიტანე. აუ, რა კარგი იყო, მთელი კაფეტერია ჩვენი იყო. უკეთესი იქნებოდა მე-9 კარტენში არ გამოჩენილიყო. ჩუმად იყავით, ეს გესმით? იმ კლასიდან ხმაური მოდის, წამო მოვუსმინოთ. ვაიმე, პატრიკ, რა მოდური ხარ? ჯიჯი, კინაღამ შემიყვარდა. გოგოებო, ბევრი დრო არ გვაქვს, მიდით, იჩქარეთ. ვაიმე, ეს გაიგეთ? კი. ვინმეს შეუძლია პატრიკს დაეხმაროს? აუცილებლად უნდა ვნახო რას აკეთებენ. მეათეჯი, დახურეთ კარი. ხო, ჩვენ პატრიკს მაგარ ბიჭად ვაქცევთ და თქვენ მას ვერს კი იცნობთ. კარგი რა, პატრიკ, ვერაფერი დაგეხმარება შენ. ხო, დედიკოს ბიჭი. პიჟამოები ეტევა მხოლოდ. მისმინეთ მეათეგე, როდესაც თქვენ პატრიკს ნახავთ, გაიქცევით ამ სკოლაში. ხო, პატრიკი ძალიან მაგარი იქნება. უნდა გეშინოდეთ. პატრიკ, მე მგონი შემიყვარდი. ნასწია. ყველაფერი გასაგებია. ვაუ! რას ფიქრობ? მაგარია. დიანა, ამაზე რა სიტყვი? ჯიჯი, რას გულისხმობ? გადააგდე. კარგი. პატრიკ, ძალიან მაგარი ტიპი, ხო? მეც მინდა შენნაირი ვიყო. დიანას მაგარი ძმა ყავს. რას ფიქრობთ? მართლა უგავარ მაგარ ტიპს? ხო, ძალიან სიმპათიური ხარ, ძალიან მაგარი ხარ. შენ ხარ იარაღი, ბომბი და რაკეტა. საერთოდ მაგარია. ბაიკერს გავხარ. მე მშურს კიდეც. ასევე ტელეფონიც მიჭირდება. მაგრამ ის ხომ ოქროსია. დიანა! დიანა, ამიხსენი როგორ გამოვიყენო? შეხედე ადვილია. გახსნი, აქ არის ფანარი, აქ არის ფოტოები სხვადასხვა, ტელეფონის ნომრები, გასაგებია? ახლა როგორ გამოვიყურებ? მაგარია. პატრიკ, წადი კლასში, გაკვეთილი გეწყება. კარგი, მე მივდივარ. ნასტია, პატრიკი, ნახე. ხო, ჩვენი კლასის ბიჭები ვერ შეედრებიან. არტემ, პატრიკის ტრანსფორმაცია ნახე? იიკოს და ყველაზე მაგარი იქნება ახლა. დიანა, მეც თუ პატრიკისნაირი გავხდები, შემიყვარებ? დიმა, შენ პატრიკისნაირი ვერასდროს ვერ გახდები. მე-9 კლასის ბიჭები ძალიან მიამიტები არიან. ვაიმე, ხო, უნდათ რომ პატრიკი მაგარ ბიჭად აქციონ. ალბათ სხვა საღამური ჩააცვეს. გამარჯობა, თაგვებო. მე არ მელოდებოდით? ვაუ, ის ბაიკერია? პატრიკ, ეს შენ ხარ? მარუსა, ვერ ხედავ? პატრიკ, მოდი, აი ჩემ გვერდით დაჯექი. იანა, შენ არ მჭირდები. ვერ ხედავ იანა, პატრიკი ჩემთან ახლოს დარჩა, მე ამირჩია. მარუსა, მხოლოდ შენ სიზმრებში, ჩვენ არ ვართ წყვილი. მარიუსა, გაიგე? პატრიკ, სკოლის მერე რას აკეთებ? წავიდეთ კინოში? არა, პატრიკ, კინო არ არის კარგი. მოდი მოტოციკლით გავიაროთ. ჩემ ძმას ყავს. მარტო დამტოვე, არ ხარ ჩემთვის საინტერესო. გოგოებო, გაიგონეთ, სკოლის მერე სპორტ დარბაზში მივდივარ პატრიკთან ერთად. ჰეი, არ მჭირდება სპორტ დარბაზში სიარული, მაინც მაგარი ვარ. ვაიმე, რა მაგარი კლასელი ყავს.
ხო, რა კარგია რომ დიანას ასეთი ძმა ყავს. პატრიკ, სად ხარ? დედა მოვიდა. მეათეჯი, სად არის პატრიკი? რა უქენით ჩემ პატრიკს? დეიდაკო, ჩვენ თქვენი პატრიკისთვის არაფერი დაგვიშავებია. ჩვენი ბრალი არ არის. აი აქ არის თქვენი პატრიკი. რა, პატრიკ? პატრიკ, შვილო! დედა, ვერ ხედავ, მე დაკავებული ვარ. რა, პატრიკ, სად არის შენი საღამური და ეს მოსაცმელი საიდან გაქვს? რა გაქვს ცხვირში და ყურებზე? დედა, მე მაგარი ვარ. აჰა, პატრიკი მაგარია. ახ, მეათეჯი, ვიცოდი რომ პატრიკს თქვენთან საქმე არ უნდა დაეჭირა. ოღონდ თქვენ მოიცადეთ. არა, დეიდა ქლოვი, ეს არ გააკეთო. ჩვენი ბრალი არ არის დიანამ და მეცხრიამ გააკეთა. ხო, ვუთხარით რომ ეს არ ეკნა. პატრიკი მათ გააფუჭეს. დიანა, პატრიკ წამო? დედა, დაკავებული ვარ. დიანა. ჩუმად იყავით, მე უნდა დავრეკო. დიანა. რა უქენი ჩემს პატრიკს? არა, დეიდა ქლოვი, მე არ ყოფილვარ. პატრიკს უნდოდა რომ თვითონ ყოფილიყო ასეთი. კი, დიანა იყოლიებდა. მას სურდა ასეთი ყოფილიყო. კი, მან გააკეთა. იცით რა, დეიდა ქლოვი, პატრიკი ასე უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე საღამურში. ხო, ის ყველაზე მაგარი ბიჭია. მაგარი ბიჭი, დიანა შარში გაები. სად არის პატრიკის საღამური? ჯიჯი? ნაგვისურნაში, ხო? მომისმინე დიანა ხვალიდან შენ და პატრიკი საღამურებს ჩაიცვამთ. თქვენი ტკბილი ცხოვრება დამთავრდა. რა? საღამურებს? არა, არ ჩავიცვამ. კი, ჩაიცვამ. მომეცი შენი ტელეფონი? არასდროს არ მოგცემ ჩემ ტელეფონს. კი, მომცემ. მომეცი. ახ, დიანა შარშია. აუ, ძალიან ცუდად უგრძნობ თავს მის გამო. ახ, ბავშვებო, ახლა უნდა წავიდე და ამ დეიდა ქლოვის მივხედო. არ მინდა რომ სკოლაში მოვიდე საღამურით და ჩემი ტელეფონის გარეშე. კარგი ნახვამდის. დიანა, კიდევ რამდენ ხანს უნდა გელოდო? პატრიკ, წავედით სახლში. მერტო ჩემ რა ხდება? ძალიან წუხარ დიანას გამო. დიანა აუცილებლად მოიგებს. კარგი რა, კოსტა, სხვადასხვა წონის კატეგორია არის. არჭამ, ახლა დაისჯები, გასაგებია? ხო, ანტონ, მთელი სკოლა ჩემთვის მორბის. დიანას და მარუსას ჩხუბიც კი ქონათ ჩემთვის. რატომ მეკითხები, ვინ ავირჩიე, ვინც გაიმარჯვებს, იმას ავირჩევ. დიანა! უნდა შევიდეთ. ხო, დარწმუნებული ვარ მარუსამ მოიგო. ბავშვებო, რაც არ უნდა მოხდეს, ამ საპირფარეშოში უნდა შევიდეთ. ხო, ჩვენ დიანას მეგობრები ვართ და დიანა შეიძლება ჩვენი დახმარება დაჭირდეს. დიანა, მარუსა. დილა მშვიდობის, დღე მშვიდობის, საღამო მშვიდობის, ღამე მშვიდობის. ვიცი რატომაც უყვარვარ ყველას, იმიტომ რომ მე ხომ ასეთი ლამაზი ვარ. კარგი რა, დიანა, მაგასთან ფრთხილად შეწყვეტა შენი თავის გაღმერთება და გვირგვინი მოიხსენი. დიანა, ყველას შენ უყვარდები, არ გამაცინო. ქუჩაში გავდივარ და ყველაზე სიმპათიური ბიჭები ჩემთან მორბიან და მეკითხებიან რა მქვია და ასევე ტელეფონის ნომერს ვთხოვენ, მეპატიჟებიან კინოში, პაემანზე და სხვადასხვა ადგილებში. მაგრამ მე განსაკუთრებულს ველოდები. ჩემი პრინცი უნდა გამოჩნდეს. კარგი რა, ჯიჯი, არ გამაცინო. ჯიჯი, პრინცი არ არსებობს. შეიძლება შენი არ არსებობს, მაგრამ ჩემი არსებობს. ის სადღაც დაიბადა და მე მელოდება. მე კი მას ველოდები. იცით რა გოგოებო, ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამ პრინცით. თავიდან ჯერ დამდევს, შემდეგ მოვა კაფეტერიაში, ჯული საჭმელი მომეცი, ძალიან დავიღალე. ჯული, რა მაგარი პრინცი ყავს. მორჩა, ჯული, ესეთი პრინცისგან თავი შორს უნდა დაიჭირო. მარიუსა, გითხარი, ასე ძალიან რატომ იღიმე? მარუსა, რატომ ხარ გაღიმებული? ვერაფერს ხვდებით? აშკარა, ის შეყვარებული. მართლა, მარიუსა, მოგვიყევი? ჩვენს შორის საიდუმლო არ არის. ძალიან მალე ნახავთ. აი, ხო გითხარით. დიმა, სად ხარ რამდენი ხანი? შეწყვიტე გაბრანჭვა, მაინც ვერაფერს შეცვლი. მეგობრებო, მოვდივარ. ჰეი, დიმა, ვეღარ მორჩი გაბრანჭვას. წავედით, იწყება გაკვეთილი. მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, ახლა მეათეგეში წავალ და ყველაფერს გავარკვევ. დაგვერხა. კოსტა, წავედით. კარგი, დიმა, დამშვიდდი. ლამაზი ხარ, ის კი სიტყვის. უნდა გადავამოწმო ყველაფერი. ეს თუ არ იმუშავებს, ნამდვილი მარცხი იქნება. გამარჯობა, გოგოებო. გამარჯობა.
გოგოებო, არ უნდა გეთქვათ, რომ ლამაზი არ ვარ, იმიტომ რომ ვიცი რომ ლამაზი ვარ და ყველას უყვარდები. მისმინეთ, დიმა სად არის? დიანა, დიმა არის ჯული, ადექი ჩემი მაგიდიდან. დიანა ის მეათეგეში წავიდა. რა, მეათეჯი? მისთვის? ბიჭებო, გეკითხებით, რა უნდა დიმას მეათეჯიში? გოგოებო, მე მგონი ეს არის, რასაც ვფიქრობ. ხო, ნასტია, მე მგონი მართალი ხარ. გაოგნებული ვარ. გოგოებო, მეც იგივეს ვფიქრობ. დიმა წავიდა, რომ მარიუსას სიყვარული აუხსნას, დარწმუნებული ვარ. აუ, დიდი პრობლემები შეგვექნება სკოლაში. ჯანდაბა. ახამ დიმასგან დავიღალე რა, ერთ დღეს დიანა უყვარს, მეორე დღეს მარიუსა. ჯული დიმაზე ჭორებს ნუ დაიწყებ. მან მისი გადაწყვეტილება მიიღო. კარგი დიმა, ყველაფერი კარგადაა. რაში გჭირდება ეს დიანა? დიანა მოსაწყენია, საათობით აგვიანებს, შუა დღემდე წინავს, ყოველთვის ტელეფონშია. მაგრამ მარუსა აი, სიძეც აქაა. ვაუ. დიმა და დიანა მარუსა, ხელი მომეცი. მარუსა, დღეიდან წყვილი ვართ. დიანას შეუძლია შეშურდეს და ყველას შეუძლია შეშურდეს. კარგი. საოცარია. იანა, ხელი მომეცი. არა. და შემდეგ ჩვენ წყვილი ვიქნებით. არწიომ, კარგი რა, დაჯექი და შეისწორეთ მა, შეიჭერი. კიდევ ერთი სიძე. იანა მხოლოდ მე შემხვდება. მხოლოდ შენს ოცნებებში. მარუსა, დამელოდე. ეს მარწყვის პანაკოტა, როგორც შენ გიყვარს. დიმა, კარგი რა, შენს დიანას მოსწონს პანაკოტა, მე მეზიზღება. მე მომწონს ბულკი. მე არ მაქვს ისინი. მარუსა, დამელოდე. დიმა, ეს რა არის? ეს სენდვიჩია სოსისით. იანამ გამიკეთა მე. იანა სენდვიჩებს უკეთებს დიმას. დიმა, არ ვიცი ეხლა რას გიზამ. აი, ესეც სიმართლე. მარუსა, მოგწონს? მიყვარს სოსისიანი სენდვიჩები. მოკლედ, მე ფსუნსდებ, რომ ხვალ აღარ იქნებიან უკვე ერთად. 20 რუბლს ჩამოვალ. მე 50 დავდებ, რომ საღამოს უკვე დაშორდებიან. მარუსა, ჩვენ წყვილი ვართ? კი, დიმა, ჩვენ წყვილი ვართ. მარუსა, ხვალ მე როლსაც გიყიდი. 3 ბულკი და 2 ჭიქა კაკაო. დიმა? ვსო, დაიწყო. დიანა, წადი რა შენს კლასში. დიმა, ძალიან დამღალე უკვე, შენ მოღალატე ხარ და მარიუსა, არც კი ვიცი შენ საერთოდ რა გითხრა. მისმინე დიანა, მე და დიმა ახლა წყვილი ვართ და თავისი სენდვიჩიც კი მომცა. ხო, დიანა, მარუსა შენზე მაგარია, არ ხარ საკმარისად კარგი. გასაგებია, ახლა შეგიძლია წახვიდე და იტირო. მართლა მარიუსა? კარგი დასვენებაზე გნახავ. ოჰო, ეხლა ჩხუბი იქნება. საპირფარეშოში გადით. მარიუსა, საპირფარეშოში დაგელოდები. ამას იქ დავასრულებთ. იყოს საპირფარეშოში, არ მადარდებს. იანა, მარუსა მარტივად დაამარცხებს დიანას. კი, ნამდვილად. კარგით რა, წარმოდგენა არ გაქვთ რა ძლიერია დიანა. მარუსას ძალიან არ გაუმართლა. პატრიკ, გაგიჟდი გუში, როცა ქუჩაში ვსეირნობდი, 2 ბიჭი მოვიდა ჩემთან. მარუსა მათ ეგრევე მიხედა. შესვენებაზე შევხვდებით. ახლა მარიუსა უჩვენებს დიანას. ხო, დიანა ამის მერე არც კი შემომხედავს. აბა მარიუსა, დამაცადე? კარგი რა, დიანა, ეს არ გააკეთო. გოგოებო, სიყვარულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. დიანა, დიმა არ ღირს ამად. არავინ არ ღირს ჩხუბად. პატრიკ, კარგი რა, გამიშვი. დიანა, არ იჩხუბო მარუსასთან. ის გინახავს, ეგრევე გცემს. პატრიკ, მაგასაც ვნახავთ, გამიშვი. დიანა, დიმაშინ არ გიმსახურებს, ნება მიეცი იყოს მარუსასთან. არა, არავითარ შემთხვევაში. ჯანდაბა. უკვე დაიწყეს? არა, დიანა ახლა შევიდა საპირფარეშოში. აბა მეცხრეა, აქ ხართ რომ დიანას დამარცხება ნახოთ? მარუსა აჩვენებს მას ვინ არის უფროსი. ხოლო თქვენს ოცნებებში მეათეჯი. დაინახეთ დიანა როგორი გაბრაზებული იყო, მარიუსას შანსიც არ აქვს. ამასაც ვნახავთ. მაგასაც ვნახავთ. მოხვედი დიანა? ხო, მოვედი მარიუსა, დამაცადე. დიანა, გაჩერდი? რა იყო? შეგიძლია უბრალოდ აღიარო, რომ მისთვის საკმარისად კარგი არ ხარ. რა? მე? და შენ? შენ ხარ მისთვის საკმარისად კარგი? რა? შენ თავს შეხედე. შეყვარებული უნდა მოძებნოს სამედიცინო სკოლაში.
მორჩა მარიუსა, აი ეს შენი ბოლო სიტყვები იყო. აუ, მარიუსა, დიანა! რას ფიქრობ, დიანა მოიგებს? ის აუცილებლად წააგებს. გაჩვდით, უსმინეთ. ახ, დიანა, ახლა მიიღებ. მარიუსა, ეს შენ გინდოდა? სხვათა შორის მე პატარა ბავშვის განაწყენება არ მინდოდა. არა, მარიუსა, დიმა ჩემი იქნება. ღმერთო ჩემო, რა ხდება? ძალიან უყვარ დიანას გამო. დიანა აუცილებლად მოიგებს. კარგი რა, კოსტა, სხვადასხვა წონის კატეგორია არის. არტიომ, ახლა დაისჯები, გასაგებია? ხო, ანტონ, მთელი სკოლა ჩემთვის მორბის. დიანას და მარუსას ჩხუბიც კი ქონათ ჩემთვის. რატომ მეკითხები, ვინ ავირჩიე, ვინც გაიმარჯვებს, იმას ავირჩევ. აუ, დიანა! აუცილებლად უნდა შევიდეთ. დარწმუნებული ვარ, მარუსამ მოიგო. ბავშვებო, რაც არ უნდა მოხდეს, ამ საპირფარეშოში უნდა შევიდეთ. ხო, ჩვენ დიანას მეგობრები ვართ. ხო, იქნებ ჩვენი დახმარება ჭირდება. დიანა, მარუსა. მარიუსა, დიანას რა გაუკეთე? მარიუსა, იცოდე, არ გამაბრაზო. ხო, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. მართლა არ არის მისი ბრალი, მისთვის დარტყმა მინდოდა და შემთხვევით ავსრიალდი. და შემდეგ რა მოხდა? ვერ ხედავთ, მარუსამ მოიგო. არტიომ, არაფერი არ მომიგია, დიანა და მე ახლა მეგობრები ვართ. ხო, მარიუსა და მე დავმეგობრდით. რა? ხო, და ჩვენ დიმა ახლა აღარ გვადარდებს, ვინმე ისეთი იპოვოს, ვისაც ის მოსწონს. ვინ გაიმარჯვა? ვინ გაიმარჯვა? დიმა, მე მგონი შენ წააგე. ხო, მათ აღარ ჭირდები. რა? მარუსა, რა ხდება? დიმა, ჩვენ აღარ გვჭირდები. აბა, კარგად. დიმა, გვაპატიე, ჩვენ მიგატოვოთ და შენ უნდა გაგვიშვა. რას გულისხმობ? ვერ გაიგე? ოსტია, თავი დახარე. ტოლი, კამას შეხედე. ჯანდაბა, ეს ის არაზეც მე ვფიქრობ. ხო, დიანა საოცარია. იანა, ჩვენ ვართ ქმარი და ხო, მარიუსა, მოვედი, დამაცადე.